მილიარდერ მეწარმე ილონ მასკს ფედერალური ხარჯების 2 მილიარდით შეკვეცა სურს. ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს თანათავმჯდომარე იქნება. სამთავრობო ხარჯების შემცირებას ამერიკელ ამომრჩევლებს აქამდე სხვა ლიდერებიც პირდებოდნენ. პრეზიდენტები ამა თუ იმ სახით მთავრობის ბიუჯეტის ან მისი როლის შემცირებაზე რესპუბლიკის დაარსებიდან საუბრობდნენ. ამერიკის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით 1800-იანი წლების დასაწყისში სამთავრობო და სამხედრო სამსახურების ნაწილი გააუქმა. 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს ფრანკლინ დელანო რუზველტმა პირიქით ფედერალური სამუშაო ადგილების შექმნა და მილიონობით ადამიანი დაასაქმა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას სული მოათქმევინა. 80-იან წლებში რონალდ რეიგანმა 150 ბიზნეს ლიდერისგან სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც მთავრობაში არაეფექტიანი მუშაობა უნდა აღმოეპყრა. პრეზიდენტმა რეიგანმა კომისიას მთავრობის შესახებ ისეთი ხედვა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც ის როგორმე ბიზნესის მსგავსად უნდა ამუშავებულიყო. მაგრამ როგორც რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდი ამბობს, რეკომენდაციების უმეტესობა ვერასდროს დაინერგა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც კონგრესს უნდა დაემტკიცებინა. და მაინც ისტორიკოსების ნაწილის აზრით რეიგანის უდავო მიღწევაა ის, რომ მან შეძლო ყურადღების გამახვილება საზოგადოების საკეთილდღეოდ მთავრობის როლის შემცირების აუცილებლობაზე. ეს წინა საუკუნის ხედვასთან შედარებით ძირეული გარდატეხა იყო, რომელსაც საზოგადოებაში მთავრობის როლის გაზრდა სურდა. 90-იანებში იგივე ბილ კლინტონმაც სცადა, მან ფედერალური სამუშაო ადგილები საჯარო სამსახურში 300,000-ით შეამცირა. ეს თანამედროვე ეპოქაში შემცირების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ადმინისტრაციის მაგალითია. დონალდ ტრამპმა შემცირებები პირველი ვადისასაც დაიწყო და მთავრობაში ახალი სამუშაო ადგილების გახსნა შეაჩერა. ახლა მას საქმის უფრო ეფექტიანად დასრულება სურს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მთავრობისადმი ბიზნეს მოდელის მისადაგება. მთავრობა როცა ხარ, ხალხზე ხარ პასუხისმგებელი. შენი მიზანი არა ფულის კეთება, არამედ მომსახურების მიწოდება და ერის დაცვაა. კერძო სექტორში უამრავი მაქინაცია და სიყალბეა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესიდან მოსული ადამიანები ამ საქმისთვის საუკეთესონი იქნებიან. წინამორბედებისგან განსხვავებით, ტრამპი ერთ დამატებით გზას იყენებს, რომელზეც წინა პრეზიდენტებს ხელი არ მიუწვდებოდათ. სოციალური მედიის წყალობით გაცილებით სწრაფი და მრავალმხრივი პასუხი იქნება. კონგრესი დღეს გაცილებით მეტად რეაგირებს სოციალურ მედიაზე, ვიდრე ძველმოდურ წერილებზე, რომელთაც ისინი უწინ იღებდნენ. ბევრ შემთხვევაში ცვლილებები ჯერ ისევ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.